იყო და არა იყო რა, იყო ორი კაცი, ივანე და გოგია. ივანეს ფულის გასესხება უყვარდა, გოგიას კი ვალის გადახდა ეჯავრებოდა. ერთხელ გოგიამ ივანესგან ორი აბაზი ისესხა. გავიდა დრო, ივანემ მოსთხოვა თავის მოვალეს ფული. გოგიამ მიიპატიჟა სახლში, დაუკლა მსუქანი დედალი, კარგა აქეიფა და წასვლის დროს უთხრა: კვირას მოდი და მოგცე. კვირას კვლავ მივიდა ივანე თავის მოვალესთან. გოგიამ იმ დღესაც მიიწვია სახლში, დაუკლა ქათამი აქეიფა კარგად და სუფრიდან ადგომის დროს უთხრა: კვირას მოდი და მოგცემ. გოგიას ასეთმა საქციელმა მეტად გააბრაზა მისი ცოლი. უთხრა: კაცო, სად გაქვს ჭყუა? ჯერ მარტო ქათამი ღირს ორი აბაზი პურსა და ღვინოს რაღაცზე მიხარჯავ. ეს ხარ კი მირჩევნია ვალის გადახდას, უპასუხა გოგია. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ივანე თავს არ დამანებებს. ამიტომ ეს ღონე უნდა ვიხმარო, როცა მოვიდეს და მიკითხოს, შენ თვალებზე მწვავე ხახვი მოისვი, თავი მოიჭირი სუფლე და უთხარი: შენი ძმობილი გუშინ ვალის დარდისაგან მოკვდა თქო. როცა კვირა მოახლოვდა, გოგია ჩაწვა ლოგინში და წაიფარა პირზე საბარი. მოვიდა ივანე და გოგიას ხრიხლიდან დაუძახა. ცოლმა მოისვა თვალებზე ხახვი, მივიდა მოვალესთან და ტირილით უთხრა: შენი ძმობილი გოგია, შენი ვალის დარდმა თან გადაიტანა, გუშინ თავის ანგელოს მიაბარა სული. ვაი შენ ჩემო ორო აბაზო! წაიშინა თავში ივანე. არა, ჩემს ორ აბაზს თავს ვერ დავანებებ ვერა, თან გამოგყვები გოგია, თან. შევიდა სახლში და თავის მოვალეს თავით დაუჯდა. წევს გოგია სულგანაბური. დედაკაცო, მოიტანე კუბო და საყდარში წამასვენე, თორემ თავს არ დამანებებს. უთხრა გოგიამ თავის ცოლს, როცა ჯდომისაგან შებეზრებული ივანე ერთი წუთით გარეთ გავიდა. ივანე შემოვიდა და ისევ თავით დაუჯდა ორაბაზიან მოვალეს. გოგიას სიკვდილი მთელმა სოფელმა გაიგო. ცოლმა გააკეთებინა კუბო, ჩაასვენეს შიგ გოგია, წაიღეს და სოფლის მოშორებით მდებარე ერთ ძველ საყდარში დაასვენეს. ხალხი გამობრუნდა. ივანე კი მაინც არ მოშორდა, დაჯდა კუბოს თავით და თავის მოვალეს თვალგაშტერებით დასცქეროდა. დაღამდა. საყდარში ისეთი სიბნელე ჩამოწვა, რომ კაცი თვალთან მიტანილ თითსაც ვერ დაინახავდა. შუაღამე გადაცილებული იქნებოდა, რომ ივანეს გარედან რაღაც ხმაურობა შემოესმა, შეეშინდა და საკურთხეველში დაიმალა. თურმე ნუ იტყვით, ქურდებს ვიღაცის ქონება გამოეტაცათ და გასაყოფად მოდიოდნენ. გატეხეს საყდრის დაკეტილი კარი, შევიდნენ შიგ, აანთეს სანთელი და დაიწყეს ნაქურდალის გაყოფა. გაანაწილეს ყველაფერი. მხოლოდ ერთი ხმალი მოუვიდათ ზედმეტი და იმის გაყოფაზე ღონდებოდნენ. მოდი, ვინც ერთი დაკვირით, აი ამ კუბოს შუაზე გაჭრის, იმისი იყოს. ერთმა დაიძახოს, ერთი, ორი და მესამეზე დაკრას. თქვა ერთმა და სხვებიც დათანხმდნენ. ამოაძრო ერთმა ქურდმა ხმალი და შემართა მაღლა. ერთი, ორი. თულა ვეღარ დაამთავრა, რომ წამოხდა კუბოდან შეშინებული გოგია და დაიძახა: ძველო და ახალო მკვდრებო, აბა მომეშველეთ! აქა ვარ, აქა! ხმამის სასაკურთხევლიდან ივანემაც. ქურდს გაუვარდა ხელიდან ხმალი და ზარდაცემული ყველა გარეთ გავარდა. მთელი ქონება დარჩათ გოგიას და ივანეს. ახლა მათ დაიწყეს ნაძარცვის გაყოფა. ნაქურდარი ჩაყარეს ისევ ტომრებში, მოიკიდეს ზურგზე და ის იყო საყდრიდან უნდა გასულიყვნენ, რომ ივანეს მოაგონდა გასესხებული ფული და თავის მოვალეს უთხრა: მოიცა ძმობილო, მოიცა, მომეცი ჩემი ორი აბაზი. არა, არ მოგცემ. გაბრაზებით უპასუხა გოგიამ. საყდარ შიგნით გარშემოუვლიდნენ.
წინ გოგია მიდიოდა, უკან კი ივანე მისდევდა და ვალსას თხოვდა. შეშინებული ქურდები პირველად დამფრთხალი თხებივით უგზო-უკლოდ გარბოდნენ, მაგრამ მალე ისევ გონს მოვიდნენ, შედგნენ და ერთმანეთს უთხრეს. კაცო, ჩვენ როგორი ქურდები ვართ, რომ მკვდრებისა შეგვეშინდა? ან იქნება ჩვენმა თვალმა და ყურებმა მოგვატყუესა? მოდი გავიგოთ სინამდვილე. ერთი, რომელიც უფრო გაბედული იყო, ადგა და წავიდა. ფრთხილად მივიდა საყდართან და პატარა სანათურიდან თავი გადაყო. ყაჩაღს კარგი ტყავის ქუდი ახურა თავზე. როცა გოგიამ სანათურთან გაიარა, მოხადა ქურდს ქუდი, მიარტყა ივანეს სახეში და თანაც მიაძახა. შენი ორი აბაზი, არც ახლა დამანებებ თავს. გულგახეთქილი ყაჩაღი გამოიქცა უკან და თავის სამხარაგების დაწვრილებით თუ ამბო ყველაფერი. სწორედ იმ დროს მივედი, როცა ამდგარი მკვდრები ჩვენს ნაძარს იყოფდნენ. ერთს ორი აბაზი დაჰკლებოდა და მეორეს ხმამაღლა ჭყობებოდა. მომეცი ორი აბაზიო, საყდარში გადავყავი თავი თუ არა მომაძრეს ქუდი და რომ არ გამოვქცეულიყავი, ალბათ ტანის სამოსაც გამხდიდნენ. ყაჩაღებს ახლა უფრო მეტად შეეშინდა და 900 სიქით გადაიკარგნენ. ივანეს და გოგიას კი დღესაც ისევ აქვთ დავა იმ საწყალ ორ აბაზზე.